მოგესალმებით, გამჩენის წყალობით ჩვენ ვიწყებთ პირკე ავთის შესწავლას. მიღებულია ჯამათებში, რომ ფესახის შემდეგ როცა ვიწყებთ უკვე ომერების ათვლას, ვიწყებთ პირკე ავთის შესწავლას. პირკე ავთი არის ნიშნები, როგორც ითარგმნება ქართულზე, ასე ვთქვათ, მამების სწავლა, დარიგება. არის მოყვანილი ნიშნები პირკე ავთში, სადაც რაბები გვირჩევენ ცხოვრებაში, ასე თუ ის სხვადასხვა სიტუაციებში როგორ უნდა მოიქცეთ, როგორ შევასრულოთ მიცვები, გვარიგებენ, როგორ უნდა შევიყვაროთ თორა და სხვადასხვა მიცვები როგორ შევასრულოთ გამჩენის მოცემული თორა. რატო არის მიღებული რომ პირკე ავთს სწავლობთ ჩვენ ფესახიდან შაბუოთამდე, შაბუოთის დღესასწაულამდე, ჩვენ გვაქვს 6 თავი პირკე ავთის, ძალიან ბევრი ნიშნებია, თითოეულ თავში, თითოეული ნიშნა სხვადასხვა თემაზე საუბრობს და გვარიგებს თორა, თუ როცა გამოვიდეთ ჩვენ ეგვიპტიდან, ისრაელის ერს უნდა მიეღო მეორე დღესვე თორა. როგორც თორაში დაწერილია მიდრაში ბრძანებს, რომ 3 დღის, ასე ვთქვათ, სავალზე გამოგვიყვანა გამჩენმა, რა 3 დღის სავალი იყო და 3 დღეში უნდა გვეზეიმა, ესე ვთქვათ, როგორც თორაში წერია. ეს არის პირველი დღე ეგვიპტიდან გამოვდივართ, მეორე დღეს თორას ვღებულობთ და მესამე დღეს ისრაელის მიწაზე შევდივართ. მაგრამ გამჩენმა დაინახა ისრაელის ერის სიწმინდის დონე, რომ არ არის თავარი ისრაელის შვილმა თორა მიიღოს, არამედ უნდა შეძლოს და უნდა ქონდეს ძალა, სიყვარული, მონდომება, რომ ეს თორაში ასრულოს. ამიტომ ჩვენ გვაქვს დავალება გამჩენისგან, რომ ეგვიპტიდან გამოსვლის შემდეგ ჩვენ ვიწყებთ მზადებას თორის მისაღებად. 50 დღე შეგვაყვავნა გამჩენმა უდაბნოში იმისთვის, რომ 50 დღეს თორა მიგვეღო. იმიტომ რომ გამჩენის დანიშნულება იყო რა, რომ გადმოეცა ჩვენთვის თორა, არა უბრალოდ გადმოეცა, არამედ ჩვენ მზად ყოფილიყავით მის შესასრულებლად. უნდა ვიცოდეთ როგორ შევასრულოთ ნებისმიერი მიცვა, რა გავაკეთოთ და ასე შემდეგ. ამიტომ არის მიღებული ჩვენ ფესახიდან ვიწყებთ უკვე პირკე ავთის შესწავლას, ფესახის მერე არის ზუსტად 6 კვირა, არის მიღებული ჯამათებში, რომ ყოველი ერთ კვირაში შესწავლებენ ერთ თავს. გამჩენ დაგვეხმაროს თუ გამოგვია და შევძლებთ ერთი თავის დამთავრებას მთელი კვირის მანძილზე მასაჯობია. თუ არა და ბეზრათ ჰაშემ მაინც შევაცადოთ, რომ ყოველ დღე გქონდეს ჩვენ წილი თორაში, გავძლიერდეთ ერთად, მოემზადოთ თორის მისაღებად ერთად და უფრო მეტი, ასე ვთქვათ, საშუალება გვექნება იმ თორის მიღების შემდეგ, ბეზრათ ჰაშემ დავუმადლიანდებით შაბუოთში უფრო მეტად ხალისხიანად შევასრულოთ თორა და მისი მიცვები. წერია თორაში, რომ პირკე ავთი იწყება ნიშნით, ეს არ არის პირკე ავთის ნაწილი, პირველი ნიშნა, ეს არის მასახეთ სანედრინიდან, ტრაქტატ სანედრინიდან აღებული მე-11 პერეკიდან ნიშნა, სადაც გვასწავლის თორა, რომ ასე ვთქვათ, წერია ნიშნაში, ქოლ ისრაელ יש להם חלק לעולם הבא. ყველა ისრაელის შვილს აქვს წილი ოლამაბაში. ბეზრათ ჰაშემ გავარჩიოთ რას ნიშნავს ეს ყველა სიტყვები. שנאמר, როგორც ნათქვამია თორაში, כל ישראל יש להם חלק לעולם הבא, שנאמר, ועמך כולם צדיקים לעולם ישוע הארץ, נצר מתי מעשה ידיי להתפאר. ყველა ისრაელის შვილს აქვს წილი לעולם הבაში და ყოველ თითოეული ისრაელის შვილის ნამოქმედარი მომავალში להתפאר, ქართულად ზუსტად გადათარგმნოთ, არის რომ თითქოს და გაბრწყინდება ყოველი მათი ნამოქმედარი და მომაღალდება. გვასწავლიან რაბები გაუგებარი ნიშნა დასაწყისში, რომ გვეუბნება გამჩენი, რომ ყველა ისრაელის შვილის აქვს წილი ოლამაბაში. გაუგებარია. როგორ შეიძლება რომ ყველა ისრაელის შვილს ქონდეს წილი ოლამაბაში, როდესაც თვითონ თორაშია მოყვანილი, რომ არიან ხალხი, რომლებსაც სამწუხაროდ არ აქვს წილი ოლამაბაში. როგორ შეგვიძლია ეს გავიგოთ? გვასწავლის თორა, აქ რამოდენიმე ახსნა, რაბებს მოყვათ რამოდენიმე ახსნა, რომ ჩვენ, ასე ვთქვათ, მივიღოთ ისე, როგორც თორაში წერია და გავიგოთ სწორედ. პირველი ნათქვამია თორაში, რომ კი, ყველას აქვს თორაში ოლამაბაში წილი, მომავალ სამყაროში.
ხაზი რო გავუსვათ მომავალი სამყარო ეს არის ასე ვთქვათ ჩვენთვის გაგება რა თქმა უნდა ჩვენ ვერ ახსნით როგორც ბევრ ადგილზე მოყვართ რაბებს რომ ადამიანს არ შეუძლია გადამოსცეს ახსნას თუ რა არის ოლომაბა სინამდვილეში რადგანაც ადამიანმა უნდა ჯერ შეიგრძნოს უნდა იცოდეს რა არის ეს და მე გადასცეს და ასე ვთქვათ ახსნას რა არის ოლომაბა თუ ჩვენ არ ყოფილოთ ჯერ იქ ვერ ახსნით შეგვიძლია უბრალოდ სიტყვით გადმოვცეთ ერთმანეთს აუხსნათ რამდენად კარგია და ასე შემდეგ მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ გადავცემთ იმას რაც ნახდათ ადამიანს არ უგრძნია როგორც ადამიანმა ასე ვთქვათ რაღაც მაგალითად ანამე საჭმელიდან ასე შემდეგ ახსნას რა კარგია ეს ასე თუ ისე რა კარგია მოგზაურობა ცხოვრება ამერიკაში და ან ასე შემდეგ როდესაც ადამიანს ეს არ შეუგრძნია ეს უბრალოდ საუბარია თვითონ ადამიანს არ უცხოვრია იმ ადგილას და თვითონ ხსნის ასე ვთქვათ რამდენად კარგია იქ შეუძლებელია ადამიანმა რაც არ უნდა აგვიხსნას ახლა თორემ რამდენად კარგია ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მაგრამ ასე ვთქვათ იმას ვერ გადმოგცემს ადამიანი რაც ნახდათ არ მიუღია არ ყოფილა იქ ხო ამიტომ ჩვენ უბრალოდ გვასწავლის თორა რომ ერთ პატარა მაგალითს გვაძლევს შემდეგ მიშნებში წერია პირკეოჩი რომ წარმოიდგინოს რამდენად კარგია მომავალ სამყაროში ოლმაბა რასაც გამჩენი გვპირდება რამდენად კარგია რომ პატარა წარმოდგენა რო გქონდეს მაინც წერეთ თორაში რომ ამ დედამიწაზე შეუძლია ადამიანმა თვალები დახუჭოს რამოდენიმე წამით წარმოიდგინოს ყველა ის სიკეთე და სიმდიდრე რაც შეიძლება ქონოდა ადამიანს რაც მას სურს არ აქვს მნიშვნელობა რა ასე ვთქვათ უსასრულოდ რაც შეიძლება არსებობდეს ამ დედამიწაზე შეუძლია ადამიანმა წარმოიდგინოს და წერია თორაში რომ რასაც წარმოიდგენს იცოდეს რომ ეს არის ძალიან პატარა ნაწილი რაც ელოდება ოლომაბაში ანუ აქაური სიამოვნება ვერანაირად ვერ შეედრება ოლომაბაში სიამოვნებას ეს ასაც თორა გვასწავლეთ თუ რამდენად კარგია ოლომაბა მაგრამ გამჩნდა გომადლიანოს და შეგვიგრძნოს ასაწლის შემდეგ თუ ასე ვთქვათ რამდენად კარგია ოლომაბა შეგვიგრძნოს გამჩნდა მოგვახედროს მან ასაწლის შემდეგ წეს პირკეოთი ყველა ისაიშვილს აქვს წელი ოლომაბაში რანაირად გავიგოთ დასაწყისში გვეუბნება გამჩემრი კი ყველას აქვს წელი ოლომაბაში რადგანაც ადამიანი ამ დედამიწაზე რო ჩამოდის რაღაცა ცოდვების გამოსასწორებლად მაგრამ კავშირი აქვს უკვე ოლომაბაში თუ კავშირი არ ექნებოდა ოლომაბაში და არ ექნებოდა წილი ოლომაბაში მაშინ ამ დედამიწაზე ვერ ჩამოვიდოდა მის ნეშამა უბრალოდ ვერ იარსებებდა რადგანაც ნეშამა არსებობს ესე იგი აქვს კავშირი ოლომაბასთან და ამიტომ ჩვენ მოვდივართ ვიბადებით ამ დედამიწაზე უკვე ოლომაბეთი ყველა ისაიშვილს აქვს ოლომაბა მაგრამ მორის მეორე ახსნა და ხსნის რომ რაბები გვასწავლიან ადამიანი ჩამოდის ამ დედამიწაზე ოლომაბით მაგრამ აქ იმის შანსი რომ უფრო ბევრად გაზარდოს ოლომაბა უფრო მეტი მიიღოს ასე ვთქვათ ჩვენ თორა გვასწავლეს არის დაბალი დონე ოლომაბის და მაღალი დონეს ესე ვთქვათ გვასწავლეს დარგოთ რას მიიღებს ადამიანი რაც უფრო მეტი მიცვას შეასრულებს უფრო მეტი სიკეთეს დათეს და უფრო მეტს მიიღებს ოლომაბაში მაგრამ შეუძლია ან დააქვეითოს მისი ოლომაბა რაც გააჩნდა როცა ჩამოვიდა დედამიწაზე ან გამჩნდა ყველა დაიფაროს ვაფშე ისე დაკარგოს ნეშამამ კავშირი ოლომაბასთან ეს არის უბრალოდ ის იმ ნიშნების ახსნა რომელშიც წერია ტრაქტატ სანედრინში რომ მოყავს მერე ნიშნებს ხალხი სახელები სადაც წერია რომ იმათ ვაფშე არ აქვს ოლომაბა როგორც მაგალითად არ მოვიყვანთ რამოდენიმე მაგალითი ფესახი მოგქონდა ახლა გამჩემა ყველა მრავალი დღესასწაული დაგვასწროს წერია თორაში რომ თუ ადამიანი გამჩემა დაგვიფაროს ხამეც შეჭამს ერთ ქეზაიც ანუ 26-28 გრამ ასე ვთქვათ ხამეც შეჭამს ადამიანი მიიღებს ასე ვთქვათ სასჯელს ასე ვთქვათ ქარეთი მისი ნეშამა ასე ვთქვათ კავშირს დაკარგავს სხვა სიტყვებით რო ავხსნათ კავშირს დაკარგავს გამჩენთან ან გაანადგურებს ნეშამას ან ასე შემდეგ ასე ვთქვათ მიიღებს მაგ ქარეთშიც აქვს ბევრი ასე ვთქვათ საფეხურები რას ნიშნავს და რა დონეზე მიიღებს ადამიანის სასჯელს მაგრამ შეუძლია ადამიანმა
გამჩნდა დაიფოსი ცოდვები ჩაიდინოს ისეთი რომ თლიანად ოლამაბა დაკარგოს ამიტომ ეს არის ახსნა რომ ივოიბადებით ოლამაბათი მაგრამ ადამიანს აქვს საშუალება უფრო მეტზე დამადლიანოს ოლამაბა მიიღოს ან გამჩნდა უფროს ისიც კი დაკარგოს რაც გააჩნია და არის მომოყავთ რაბებს მესამე ახსნა ეს არის ახსნა ადამიანს და ადამიანს შორის რას გვასწავლებს თორა რომ ჩვენ მოვდივართ ამ დედამიწაზე იმისთვის რომ ჩვენ თავზე ვიზრუნოთ ჩვენ ავამაღლოთ ჩვენი ნაშამა მერձზე დავმადლიანეთ მეტი მიცვები გავაკეთოთ ხვებს დავეხმაროთ და ასე შემდეგ და გვასწავლებს თორა რომ როგორც ადამიანს გონია რომ ეს ადამიანი არის კარგი წესიერია არ ჩადის ცოდვებს და ასე შემდეგ ანუ გავასამართლოთ ჩვენ თავს კარგად და გამჩენის წინაშე ასე ვთქვათ წარდგებით და გონია ადამიანს წარმოდგენა აქვს რომ ეს არის კარგი გამჩენი გვასწავლეს რა ესეთი წარმოდგენა ქონდეს სხვა ადამიანზეც ანუ სხვა სიტყვებით ვთქვათ ადამიანს ანუ ადამიანმა უნდა იზრუნოს თავის თავზე და სხვა ადამიანზე მარტო კაი გაგებით ის რომ ქუჩაში გავდივართ ადამიანს შევხედოთ ისეთ დონეზე უნდა იყოს ჩვენ თვალში რომ ის არის ოლამაბის შვილი ის არის წესიერი ადამიანი ის არის კეთილი ის არის მიცვების პატრონი და გამჩემა დაგვიფაროს რომ ჩვენ მოვძებნოთ მაგ ადამიანში უარყოფითი თვისებები გამჩენი გეუბნება რა ქუჩაში გახვედი ყველა თითოეული უნდა წარმოიდგინო ისე რომ ყველა ოლამაბის შვილები არიან ყველა კარგები არიან ყველა კეთილები არიან ყველას ასე ვთქვათ წესიერ მოვიქცეთ წესიერი ურთიერთობა გქონდეს არავითარ რაღაცა დავჩაგროთ შეურაცხყოფა ვაყენოთ რატო იმიტომ რომ ის ადამიანი გამჩენთან არის იდეალური ის არის ადამიანი რომელსაც ოლამაბა გააჩნია როგორ შეიძლება მე რამე ვაკადრო ადამიანს რომელიც გამჩენის წინაშე არის დაფასებული მაკდონეზე გამჩენის საყვარელი ადამიანია გამჩენი მაგას გვასწავლეს რომ ყველა ისრაელის შვილის ასე ვთქვათ ხედვა უნდა იყოს მარტო კარგის მხრივ და რა თქმა უნდა ესე თუ იქნება ადამიანის ასე ვთქვათ ხედვა გაგრძელება მოდის მეშინაში და გვასწავლეს რა მასზე როცა ადამიანი ჩვენ შევეცდებით რომ ჩვენ ვიყოთ კარგი და სხვის ასე ვთქვათ სხვის წარმოდგენას ჩვენ თვალში იქნება მხოლოდ და მხოლოდ კარგი შემდეგში გვასწავლეს გამჩენი რა ყველა ჩვენი ნამოქმედარი იქნება მომაღლებული და ლეიტპაერ ანუ წინვალი გამჩენის წინაშე რატო რადგანაც თორაში წერია რა ხედვაცა გვაქვს ჩვენ გამჩენის ქმნილებაზე ამ დედამიწაზე ხალხზე და ასე შემდეგ ისე დააფასებს გამჩენი ჩვენ ნამოქმედარს ისე იქნება ყოველი პატარა მოქმედებაც გამჩენის წინაშე იქნება უდიდესი და მაგაზე ზუსტად ახსნა რომ ყველა ისრაელის შვილის აქ წილი ოლამაბაში რომ შეუძლია ადამიანმა მიაღწიოს შეიძლება ძალიან პატარა ოლამაბა ქონდეს რომ ჩამოვიდნენ დედამიწაზე და შეუძლია მიაღწიოს საზღვრებს ასე ვთქვათ გასცდეს და უამრავ და უდიდეს ოლამაბაზე დამადლიანდეს ადამიანი ამ დედამიწაზე გამჩემა და გვამადლიანოს ყოველთვის შევეცადოთ მეტი მიცვები შევასრულოთ გამჩენის წყალობით დავიწყებთ და ვისწავლეთ ყოველ დღე მინიმუმ ერთ მისნას მაინც გამჩენის წყალობით შევეცადოთ მოვემზადოთ ერთად გავძლიერდეთ ერთად შევეცადოთ უფრო ჩვენი მიცვები რომელსაც უკვე ვასრულებთ უფრო ხარისხიანად შევასრულოთ გამჩენა და გვახმაროს და თუ რამეს არ ავასრულებთ გამჩენა და გვახმაროს რომ გამოვსწორდეთ დავიწყოთ გავძლიერდეთ გამჩენის წინაშე და თორის მიღების დღეს გამჩენა ბევრად უფრო მაღალ დონეზე შეგვახედროს და უფრო მეტ და მეტ მიცვებს და გამოდლიანს გამჩენა დროებით